ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. კვირის განმავლობაში მომხდარი საინტერესო სიახლეებით ეთერშია ინფორმატორისა და ლაილაის კვირის გამოშვება. ასე რომ ვფიქრობ, გაინტერესებთ თუ რა შემოქმედებითი და პირადი ცვლილებებია ქართველი თუ უცხოელი ვარსკვლავების შემოქმედებაში. 26 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ცოცხალი კლასიკოსის ბიძინა კვერნეძის საიუბილეო საღამო გაიმართა და გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავიც. ბიძინა კვერნაძე არის ის უდიდესი მუსიკოსი და კომპოზიტორი ჩემთვის, რომელმაც მე არაერთხელ მithქვავს, შემაყვარა ქართული სიმღერა. ეს არის უბრალოდ ქართული, ეს არის ქართველი კომპოზიტორი, სავსე ქართული სულით და რა ვიცი, ქართული ლექსით და ამაღლებული და ნაფიქრი სევდიანი და ტკივილიანი და ასე შემდეგ. ოპტიმისტური და ყველაფერი. ჯერ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ბატონი ბიძინას სიმღერას რომ მღერი და ამ კონცერტში რომ მივიღე მონაწილეობა. თქვენ ძალიან მიყვარს ბატონი ბიძინა და თვითონ ბატონი ბიძინას სიმღერები და აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი საღამოთი და ბიძინა კვერნაძის შემოქმედება მთელი ჩემი ბავშვობაა, იმიტომ რომ თუნდაც ის კინოფილმები და მათთვის შექმნილი კინომუსიკა არაჩვეულებრივი შედევრებია და მთელი მისი შემოქმედება გამოხატავს ქართულ ნამდვილ ქალაქურ სულს და ჩემთვის ეს არის ცოცხალი კლასიკა. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში რეჟისორმა ლევან წოლაძემ დადგა ქორეოგრაფიულ ფოლკლორული სპექტაკლი სახელწოდებით ცეკვას ღაბაში. წარმოდგენის ქორეოგრაფები არიან ნუნუ ღვინერია და ჯემალ რეხვიაშვილი, მუსიკალური პროდიუსერი ლევან ჩხარტიშვილი, ხოლო მხატვარი შოთა გურჯიძე. მონაწილეობას ანსამბლი პატარა გეორგი გაიღებდა. რაიყო მჯობნი ღვთისა ერთ ულამაზეს მხარეში ერთ გასაბართან გზისა
კარგახანია ეს იდეა მაქვს მე. დაახლოებით ალბათ 1-8 წლის იდეა გახლავთ ჩემი. და ოცნება ის რომ აი ბავშვების შოუ გამეკეთებინა ესეთი და საბედნიეროდ ჩვენი იდეა სანო სტუდიასთან ერთად მერაბ სანოძესთან ერთად დაემთხვა ერთმანეთს და განვახორციელეთ. მე 97 სახელმწიფოში ვარ ნამყოფი და მე ვიცი ფოლკლორი რას ნიშნავს და რას წარმოადგენს. ამიტომ ტრაბახად არ ჩავამართვათ, მაგრამ აი ეს რომ ნახოს, ეს უნდა სოფლემ უნდა ნახოს. შეუძლებელი გააკეთეს აი ამ არაჩვეულებრივმა ბავშვებმა. მე გაოცებული, გახარებული, საოცრად კმაყოფილი და იცი და იმედი ჩამესახა რომ ქართული ქორეოგრაფია არ მოკვდება. კლუბში ზანდუკელის 22 მამუკა ბერიკასა და გიორგი ჩანადირის ფოტოგამოფენა მოეწყო სახელწოდებით 900-სა და 900-ს იქით. მე ნამდვილად არ ვისახავდი მიზნად, რომ აი რაღაც ინდოეთი წარმომედგინა. ეს იყო უბრალოდ კონცეფცია ესეთი მარტივი, რომ 9 ზღვასა და 900 იქით, ანუ ზღაპრულ ქვეყანაზე. ანუ ჩვენ ცნობიერებაში ის ზღაპრული ქვეყანა, ის შორეული აღმოსავლეთი და ის ფრაგმენტები, ანუ ვინ არიან, რას აკეთებენ და აი დაახლოებით ესეთი. ჩვენ წარმოადგენთ 900 ფოტო და ამ 900 ფოტოთი გვინდოდა გვეჩვენებინა ის სამყარო, რომელიც არსებობს 900-სა და 900 ზღვას იქით. ანუ მალდივის კუნძულები, ინდოეთის ოკეანეში მდებარე ეს კუნძულები, საოცრად ლამაზი და ჰიმალაის მთები ბუნებრივია ასევე, რომელიც ძალიან საოცარია. მინდა რომ სხვა დროს უკვე უფრო ფართოდ წარმოადგინო წყალქვეშა სამყარო, იმდენად ლამაზი ეს მარჯანების ბაღები, რაღაც საოცარი ეს გაფანტული მთელს ოკეანეში თავის ფერებით, რომ უბრალოდ იმის არ წარმოდგენა საცდაობა იქნებოდა რა. ორივე ჩემი მეგობარია, მაგრამ მინდა აღვნიშნო ბერიკას საოცარი აი ხედვა მხატვრული, იმიტომ რომ მე არ მქონდა მისი ნამუშევრები. დღემდე ნანახი მithumet რომ ჩვენ მეგობრები ვართ. მე როგორც პროფესიონალი რამდენადაც უცნაურად არ მოგეჩვენოს აღვნიშნო ბერიკას ნამუშევრებს. იმიტომ რომ მათში იგრძნობა რაღაცა უფრო მეტი ვიდრე არის უბრალოდ ფოტო. აი მათში იგრძნობა სიყვარული იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ის იყო ჩასული. მიხდით, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად. და გოგას ფოტოებიც ძალიან ლამაზია, მაგრამ ის უბრალოდ ლამაზია. ამ კვირაში კლუბ ნოანოაში სამდღიანი ჯაზ ბრეიკი ცნობილი მუსიკოსის, ამერიკელი ჯაზმენის ვიქტორ ბეილის კონცერტით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ჯაზ ბრეიკში მონაწილეობას ასევე ქართველი და სომეხი ჯაზმენები იღებდნენ. ჩვენ ძალიან გაგვახარა კლუბმა ნოანოა და მისმა მენეჯმენტმა იმის გამო რომ ჩამოგვიყვანა ესეთი არაჩვეულებრივი მუსიკოსი. ეს არის მუსიკოსი, რომელზედაც საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ამ მთელ მსოფლიოში. იგი არის
შეიძლება ითქვას ულტრა თანამედროვე ძალიან დიდი ენერგეტიკის მატარებელი და ის პულსი რომელიც დღეს წამოვა ამ სცენიდან მე დარწმუნებული ვარ რომ მთლიანად ჩაითრევს დღევანდელ მაყურებელს. ჯერ მუსიკოსთვის არის გადასარევი მიზა დღესაც ხდება იმის მოსმენა, იმიტომ რომ ცოცხალი მუსიკიდან არ ვარ განებიურებული იმდენად. ბელი ისტორიული პიროვნება, იმიტომ რომ ძალიან დიდ მუსიკოსთან აქვს ნამუშევარი და დიდი მუსიკა აქვს ნაკეთები, ისეთ საინტერესო და ლამაზი, რაც ჩვენთვის მუსიკოსებისთვის ძალიან მთავარი როა. გიგა კვენეტაძემ როგორც იცით, სულ ახლა სიმღერა დაუწერა ქეთა თოფურიას. ამ სიმღერაზე ვიდეო კლიპი კი დათო იმედაშვილმა გადაიღო. ვიღებთ კლიპს. რეჟისორი დათო იმედაშვილი, სიმღერა ეკუთვნის გიგა კვენეტაძეს, მღერი ვარ მე და მე როგორც ხედავ, რაღაც ორიგინალური იდეა და ვფიქრობ, რაღაც წარმატებული კლიპი იქნება ჩემს შემოქმედებაში და იმედია მოეგეწონებათ. სიმღერა დაიწერა ქეთასთვის, გაკეთდა ტექსტი, რომელიც ეკუთვნის გია დელიბაშვილს, ჩაიწერა სტუდია ორფეისში, არანჟირება ეკუთვნის გოჩა რომთაძეს, რაც შეეხება მთლიანად სიმღერას. მე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ქეთამ შეასრულა ეს სიმღერა ისე, როგორც მე ჩანაფიქრში მქონდა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ქეთას ამისათვის. და მთავარი რაც არის საბოლოო, ანუ კონდენციამდე მივედით ჩვენ და გამოვიდა მართლაც სერიოზული ნამუშევარი. რადიო ფორტუნა პლუსში ახალი სიმღერის მოსმენა ორშაბათს შეგიძლიათ. ანუ ორშაბათობით რადიო ეთერში პრემიერებია. ამ კვირაში გიგა მიქაბერიძის ახალი სიმღერის პრემიერა შედგა, რომლის სახელწოდებაცაა როგორც მე მინდა სად არის. წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, რომლის ახალი სიმღერის პრემიერაც შედგება ჩვენს ეთერში. მაშასე ჩვენი სტუმარია გიგა მიქაბერიძე, გამარჯობა გიგა. გამარჯობა. შუა დღე მშვიდობის. ტექსტი მეკუთვნის მე. მუსიკა როგორც ყოველთვის ეკუთვნის გიგა მიქაბერიძეს. და საერთოდ ყველაფერი მე მეკუთვნის ჩემ შემოქმედებას, რაც შეეხება. ერთი კაცის ხელწერა აქვს, მაგრამ სიმღერები ჟანრის მიხედვით განსხვავდებიან. ყველა სიმღერა განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს არის ჟანრი, რომელიც ჩემი აზრით acid jazz მიეკუთვნება. მაშას ეს სიმღერის პრემიერა. ფორტუნა პლუსში პირველი პრემიერა ჩემი სიმღერის. ამავე სიმღერაზე იქნება ძალიან მალე კლიპი და არ მინდა თქვა ყველაფერი, იმიტომ რომ სიურპრიზი იქნება დიდი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის, როცა გამოვა ეკრანებზე. ეს სიმღერა ალბომში არის უკვე შესული. პირამიდები პირველ რიგში. პირველივე სიმღერა აგვერდის.
საერთოდ ძალიან მივესალმები იმას, როდესაც მომღერალი სთავაზობს მსმენელს თავისას, ანუ მუსიკაც, ტექსტის, ანუ თავის სათქმოს თვითონ გამოხატავს სიმღერით და როდესაც ამას აკეთებს ადამიანი, ეს კარგია უკვე. არტას კვიტინიძე სპეციალური მიწოვით მონაწილეობას მიიღებს მოსკოვის Fashion Week-ში. ამისათვის დიზაინერმა სპეციალური, ძირითადად ხელით ნაკეთი კოლექცია შექმნა. მოდის კვირეული ტარდება მოსკოვში, სადაც იღებს მონაწილეობას ძირითადად რუსი დიზაინერები. არის საქართველოსთან წარდგენილი ორი დიზაინერი და 28-ში მივემგზავრებით ჩემი კოლექციით. არის თემატიკა, ფაქტიურად აღებული არის ბოშაქალის სილუეტები მაქვს გაკეთებული. კოლექცია ნაწილობრივ ჭრელია, მაგრამ ძირითადად აქსესუარებია უფრო ჭრელი და ამით იქმნება ერთიანი სინთეზი. საქართველოსთან მიყვავს სააგენტო შარმის, ანუ ჩემი სამოდელო სახლის სახე ლალი ტოტიკაშვილი და დანარჩენი მოდელები აირჩევიან რუსეთის სააგენტოებიდან. მონაწილეობას ვიღებ ამ ჩვენებაზე, მივემგზავრები ავტოსთან ერთად და კოლექციაზე რა შემიძლია ვთქვა, ძალიან მომწონს. მართლა შოქში ვიყავი, რომ ჩავიცვი ახლა ეს კოსტიუმები. ვიყავი შოქში, იმიტომ რომ მართლა არაჩვეულებრივია, რაღაცა ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი წარმატება ექნება ავტოს კოლექციას მოსკოვში. აჭარა მუსიკალში გაიმართა კონცერტი სახელწოდებით იბერო-კავკასიული მუსიკა, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი შინ და ანსამბლი გეორგი გაიღებდა. აი სიახლეები რაც აქ არის და ფაქტურად დაემატა მას გეორგიკა, ეს მე მგონი განსაკუთრებულ ერხს მატებს. და რაც ყველაზე განსაკუთრებულია, ქართული, ფანდური და ინდური ტაბლა არაჩვეულებრივია ყველაფერ ამასთან. და მე მგონი რომ ის გზა რა გზაზე დგას ჩვენი შინ, ეს მე მგონი სერიოზული გზა არის და ამას დიდი მომავალი აქვს. აღტაცებული ვარ. ძალიან მაგარია. აი ძალიან მაგარია. ეხლა მაკარგვინებთ ისეთი მაგარია რომ ვერ გელაპარაკები. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.